დიდი მადლობა მოწვევისთვის. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიცია ყველა მიცის, ეს არის ფაქტიურად ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, იმიტომ რომ უბრალოდ ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდნენ მთელი ამ რამდენი წელია ხელისუფლებაში არიან 14 წელი, საქართველოს ბრალდებოდა ომის დაწყება და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ თუნდაც ვთქვათ სააკაშვილიმ ეს არაფერს არ ნიშნავს, სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა დაიწყო ომი, ესე იგი დაუწყია იმის სახელმწიფოს ომი, რომლის პრეზიდენტიც იყო მიხეილ სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაკვირველია, ის ამგვარად რჩება. ალბათ რაღაცა სხვა ინტონაციებიც გაჩნდა ყოველ შემთხვევაში დღეს, თუმცა დიდად არ განსხვავდება, იგივე მდინარაზე თქვა მაგალითად, რომ კიო, რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო ომიო, მაგრამ 8 აგვისტოსო და 7 აგვისტოს ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმაო, მაინც იგივე გამოდის, რომ საქართველოს დაუწყია ომი. ამას არ იზიარებს მსოფლიოში არავინ რუსეთის ფედერაციის და მისი სატელიტების გარდა, მთელი დემოკრატიული სამყარო არის საქართველოს მხარეზე და ნახეთ იგივე საფრანგეთის საელჩოს განცხადება წინა დღეებში, შეერთებული შტატების განცხადება, ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის განცხადება, იმ სტრატეგიული მეგობრებისა, რომლებთანაც ქართულმა ოცნებამ აკუჭა ურთიერთობა და ეს მეგობრები ტრად დაისახა რატომღაც კი არა გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ ისინი მეგობრობენ საქართველოს ნამდვილ მტერთან, ოკუპანტ ქვეყანა რუსეთთან და იქიდანაც ღებულობენ დავალებას. ეს არის და ეს ახალი ამ კუთხით არაფერია. გასაგებია. ბატონ სანდრო, თქვენ ასევე მიაქცევდით ყურადღებას, რომ ერთ-ერთ მთავარ საკითხს, როდესაც აკეთებენ მსგავს კომენტარს, ასახელებენ, ანუ რასაც ეყრდნობიან, ასახელებენ რეზოლუციის თემას, ხომ? ამაზე გვისაუბრია კიდეც ჩვენ არაერთხელ, სხვათა შორის დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ინფორმირებულია, რომ თავის დროზე წლების განმავლობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებდნენ, რომ ეს მუხლი კონკრეტულად მეხუთე, რაზეც კეთდება აქცენტი, პრობლემურია გარკვეულწილად საქართველოსთვის, თუმცა ასევე მიუთითებდნენ მრავალ ფაქტორზე და რაც მახსენდება არის ის, რომ უნდა მოხდეს მისი წაკითხვა, არა მხოლოდ თქვათ ერთი პუნქტის, არამედ ამ პუნქტების ერთობლიობის სახით, ხო, მეოთხე და მეექვსეზეც იყო ხოლმე აქცენტი გაკეთებული. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ და არის თუ არა თქვენი დასკვნით, აქვს თუ არა ადგილი იმ გვარქმედებებს, რომელიც რაღაც ახალი თქვათ რეალობის შეგუებისკენ უბიძგებს საზოგადოებას. მათ შორის გალუზინის განცხადებაც მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა რაღაც ურთიერთობის ეტაპებზე, როდესაც არის ლაპარაკი და მიაქცევდით ყურადღებას, რომ რუსოფობიის კუთხითაც საკმაოდ საინტერესო აქცენტები აქვთ ქართული ოცნების ლიდერებს თავიანთ განმარტებებში. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ? ის რეზოლუცია მოგახსენებათ, რომ მიღებული იქნა აგვისტოს ომიდან ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში, ეს იყო პირველი რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის. ყველაფერი იმ რეზოლუციაში შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონოს ადამიანს, მაგრამ ძირითადად ეს არის ძალიან პოზიტიური რეზოლუცია, იმიტომ რომ პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე გაცხადდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, მან განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში და ომი ისე რაღაცა პუნქტებება, რაღაცა საკამათო იყოს ან არ იყოს, მაგრამ ის რაღაცა პუნქტები მთლიანად რეზოლუციის სულისკვეთებას და მის მნიშვნელობას არ ცვლის. და თუნდაც ყოფილიყო მაშინ უშუალოდ აგვისტოს ომის პირველ კვირებში რაიმე ისეთი რაც შეიძლება თქვათ სახარბიელო არ ყოფილიყო, ეს პოზიცია დიდი ხანია ისედაც შეიცვალა და დღეს აბსოლუტურად ცალსახა არის მთელი კი ბატონო. ამ თანამეგობრობის თანამშრომლები ომი დაიწყო აგრესორმა ქვეყანამ რუსეთმა და მთლიანობაში ეს ომი არის მის კისერზე. თანადროვე ურთიერთობებში ყველგან, სადაც კი
კი ბატონო სანდრო, ბოლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზეც მითხარით, არ არის ასევე თქვენთანაც კავშირი იდეალური, როგორც ხედავ, რამდენიმე წინადადებით რას ეფუძნება თქვენი ინფორმაცია და ასევე რა სიტყვით იმ გამოხმაურებაზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ დღეს მამუკა მდინარაძის მხრიდან. პირველ რიგში ეს უბრალოდ ინფორმაცია არის, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ძალიან საფუძვლიანი და ღრმა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საქმის მასალებს, ძირითადად განაჩენს. ჩვენ შევაფასეთ ამ განაჩენის საფუძვლიანობა სამართლებრივი კუთხით და მივედით იმ დასკვნამდე, რომ როდესაც ეხება საქმე ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას, მის მცდელობას, რომ ცეცხლი წაეკიდებინა სასამართლოს ერთ-ერთი დამხმარე შენობისთვის, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის და მან თვითონაც თქვა საბოლოო ჯამში, იმ მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც ისეაც არსებობს, მან თვითონაც თქვა, რომ დიახ, მის სურვილი იყო, რომ წაეკიდებინა ცეცხლი სასამართლოს დამხმარე შენობისთვის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი გაამტყუნო ტერორისტული აქტის ჩადენაში. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ამ ქმედებასთან ერთად ასევე უნდა იყოს განზრახვა და სურვილი და მიზანი ტერორისტული და მიზანი არის ამ შემადგენლობის ელემენტი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ თავისი ქმედებით პირს უნდა უნდოდეს ან მოსახლეობის დაშინება, ან ის რომ ხელისუფლება აიძულოს, რომ მან განახორციელოს ან განახორციელოს რაიმე ქმედება, ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებისგან, ან და ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ ან სხვა სტრუქტურებს, ასე ვთქვათ, მოახდინოს მათი დესტაბილიზაცია ან განადგურება. არც ერთი ეს მიზანი, ამის დამადასტურებელი, ამ მიზნის დამადასტურებელი მტკიცებულება ამ საქმეში უბრალოდ არ არის. შესაბამისად, სასამართლომ ადგა და უბრალოდ ივარაუდა ასეთი ტერორისტული მიზნის არსებობა, ვარაუდს გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება დაეფუძნოს, მათ შორის დანაშაულის შემადგენლობის არც ერთ ელემენტთან დაკავშირებით. და თუ კი ივარაუდა ტერორისტული მიზანი, ნაცვლად იმისა, რომ დამტკიცებულიყო ამგვარი მიზანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა ელისაშვილს უბრალოდ ვერ დაუმტკიცდა. ამის მიუხედავად სასამართლომ მაინც გაამტყუნა ალექსანდრე ელისაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენაში, ამის გამო ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დაუსაბუთებელი განაჩენი, რომ დასაბუთებული ყოფილიყო, მაშინ ელისაშვილი უნდა გამტყუნებულიყო სულ სხვა მუხლით. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლი, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის განადგურებას. ამ შემთხვევაში ესეთი შემადგენლობა იყო სახეზე და სწორედ ამ მუხლით უნდა გამტყუნებულიყო, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. კი ბატონო, დაასრულეთ ბატონ სანდრო და დაგემშვიდობებით. ბევრად უფრო მსუბუქი უნდა ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის სასჯელის ნაწილშიც. კი ბატონო, დიდი მადლობას გადაგიხდით, დაგემშვიდობებით. სანდრო ბარამიძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ კიდევ შევხვდებით დღეს 9